მე კითხვა გექნება, რამე პრობლემა გექნება. იცოდეთ 24 ჩვენ როცა ამ ხელისუფლებას შევცვლით, გარანტირებული გაქვთ რომ თქვენ ხელშესახები ღირსეული მაცხოვრებლები იქნებით ამ რაიონის. სულ გამაგრებული ბიძინა ივანიშვილისგან ვიტყვი, რომ ამას გავაკეთებ, სიტყვას გაძლევ. ღირსეულ სიტყვას გაძლევთ როგორც მიცხოვრე ამ ქვეყანაზე. რომ ამას მე შევასრულებ აუცილებლად. თქვენ საერთოდ წადებით? მე რეაქტივის ტელევიზიიდან ვარ და კრიტიკის მეტი არაფერი არ მომისმენია და გარდა იმისა, რომ ხალხს ოცნებებს დაპირდით. ამ ხელისუფლებიდან მაინტერესებს თუნდაც ერთი ვინმე, რომელი დაგაშინეს და თქვენ ბრძანეთ ისიც, რომ ნუ რაფრის ნუ გეშინიათო. ხალხო იგრძენით რაიმე ზეწოლა? მოსახლეობიდან რა იგრძენით? კონკრეტულად რა იგრძენით? ჯარიმები რატო ერთხელ გავედი და ვიმუშავე ივანიშვილზე მასწავლეთ როგორი კითხვა უნდა დავსვა. უბრალოდ შეგისწორ. შენ რაც გაინტერესებს კონკრეტულად ის იკითხე. აშინებენ ასტავია ქუჩებში და ნუ გამო რა გამოვიდე და მისცეს ნუ გაყვალ. არ წახვიდე პირადად მოვიდა. ვინ მოვიდა თქვენ და ვინ გითხრა? აი მოხდა ოჯახში მოხვალ მაშინ გელები ჩამოიარეთ ქუჩები და იქ გაჩენში მოდი და ხელაფლაში. გაჩენებ რაზე წოლად არ მეშინია ბანდიტურად გვექცევიან. საერთოდ არ მეშინია. აი როცა ჩამოიარეთ გუთლიაშვილთან მე მგონი კარგად გაგიყავით. ხო იყავით შემოწმებაზე. მე ხო თქვენ ჩვეულებრივად მიგიღეთ. შემოხვედით იყავით მთავრობიდან. მე მაგალითად ბოლოკიანში ვიყავი. ჩამოვიარე ეს უბანი ბევრ ოჯახში სააკაშვილის ვინც იყო არ შემიშვეს. მე თქვენ კარი ხო გაგიღეთ. ყავაც დაგალევინეთ. ბატონო ერთი წუთი თავრობიდან არ ვიყავი. ელემენტარული მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი მაშინ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ელემენტარული თავრობიდან გითხარით რომ თავრობიდან ვიყავი? თავრობიდან ვიყავი? ზეწოლა გქონდა? მომისმინეთ რომ გითხრათ გენაცვალეთ. მომისმინეთ. ხო მოხდით. მე არ შეგვეცულა თქვენ საიდან იყავით. თქვენ აი პასპორტი გამოგიტანეთ. მე როცა მივედი ვის ხო მივედი ოჯახებში ბოლოკიანში. მე არ მithქვია იქ რო არ იქავ ოცნების მარიკა მეცვა გადახარით სიების შემოწმებაზე დავდივარ. შეიძლება სიების შემოწმებაზე მიმიშვან ოჯახში. თუ არის დამოუკიდებელი ქვეყანა რატო არ უნდა შევიდე ყველა ოჯახში? ბევრმა არ გამიღო კარები. სკამზე დავიჯინე ხვეწნით და სიები. არც პასპორტი მომიტყვია, სიებიც არ გიმაზგნა ზოგმა ოჯახმა. ეს არ არის ისა? ზოგი კიდე ჩუმად გამოვიდა და ჩემი შვილი. სამსახურსელოდება და თვითონ ხალხის გადასაწყვეტია ქალბატონო. ხალხის გადასაწყვეტია თქვენ შეგიშვებდნენ თუ არ შეგიშვებდნენ სახში. გარდა იყო მაშინ გამგებელი რომ დაგვიდა. ქალბატონო ვითო. რომ დაგვდა იქ ქუჩაში და გამგებელმა რომ გითხრა პირადად რომ რას დაწანწალებთო. ეგ მთავრობა არ იყო? გამგებელი მთავრობა არ არის გენაცვალე. თქვენსავით ყველა კამერებს აღარ გინდა. რას გინდებით თუ პირდებიან ჯერ ამ დაპირებას. ბევრი ხო კარგი დაწნედება რომ გასასწრაფო. ხელისუფლება საშუალებას არ გაძლევს. ვინ დაგაკავათ ქალბატონი? თქვენ გაგაჩერათ მაშინ ხელისუფლების წევრმა და გითხრათ რომ აქ არ მიცოდეთ ხო? მაშინ რატომ მოხვედით? რატო ბრაზდებით თქვენ ხო ნეიტრალური ჟურნალი რატო ბრაზდებით რატო იწოდეთ? თქვენ ხართ თავისუფალი ჟურნალისტი მიუკერძოებელი. რატომ ნერვიულობთ ქალბატონო? თავისუფალი ჟურნალისტი ვარ და მოვედი კითხვები გამიჩნდა არ შეიძლება 2 დღის განმავლობაში უსმენ ბატონ ლუკას და გამიჩნდა კითხვები და არ შეიძლება მიმართო. ზოგადად ხალხს მიმართეთ ბატონ ლუკას კი არ მიმართეთ. ერთი წუთით ხალხს იმიტომ მიმართე რომ მაინტერესებდა ხალხისაც რომ ბატონმა ლუკამ ბრძანა ის რომ ზეწოლაზე იყო საუბარი და დაშინებაო. აბა ვინ გააშინეს? ხო მიიღეთ სუდრები არ ამოუვლია და ცოცხლები გეუბნები. ჩამოიარეთ ბატონო, ესე იგი ბატონმა ლუკამ არაფერი არ იცოდა. ელების მანძილზე ზორისთვის მოსვა. ადრისთვის გინდა. ერთი წუთით. კარგით ერთი წუთი ახლა. განსეს პასუხი მაქალა დამდევდა უკარო ხალხი არ ემეყვანა
გაყვანა ლაგოდეხში. მე დისეთონა რა საინტერესებდა. კარგით. მე ახლა გიპასუხებ თქვენ იმაზე რომ 24 საათის განმავლობაში ხალბატონო, მთავრობის დავალებას არ ვასრულებდა მთავრობის კრიტიკას. რა გვიჭირს, რა გვილხინს, გიკითხია? რაღა დღეს მოხოდი? აქამდე ამათმა იკითხეს? რაზე უნდა ეკითხა სხვა ხელისუფლებაში? რატომ უნდა ეკითხნა ერთი მიხა? თუ ადრეც როგორ თქვენი ხელმოქმედებას აკეთებდა, არ შეეძლო ხელმოქმედება დაეკეთებინა. ცოტა გააკეთა. რა ჩანს? ლაგოდეხში ცენტრში ჭავჭავაძის 2 ნომერში არის ქართული ოცნების ოფისი. ნებისმიერ დროს იცოდეთ რომ თქვენი მსახურები არიან, თქვენ მოგისმენენ, თქვენს ტკივილს გაიზიარებენ და გაზიარება იქნება ის რომ პრაქტიკულად იზრუნებენ იმაზე რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. დღეს სანამ ეს 2 თვე, სანამ ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ არის, შევძახებთ, მოვითხოვთ მათგან, თუ არ ესმით, კარგად გავაგებინებთ, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტ. რასაც ესენი ვერ მოასწრებენ ამ 2 თვის განმავლობაში, პირობას კი არ გაძლევთ. გარანტირებულად გეუბნებით, რომ თქვენი პრობლემა, რომელიც თქვენ აწლეულების განმავლობაში დაგიგროვდათ და ამ ხელისუფლებაში უფრო გაგიმძაფრდათ, ამის მოგვარებას გარანტირებულად გეუბნებით, ჩვენ მოვაგვარებთ. კარგად ზანდებოდეთ. და გელოდებით ჩვენთან ერთად რომ ეს